ეს ფეხბარვის დროს არის ძალიან საინტერესო მომენტი, როდესაც პეტრე ეუბნება, არა, შენ როგორ დამბარავ უფალო ფეხსო. და არ აძლევს ფეხის დაბანის უფლებას. მართლა ბას ქრისტე, რაღაც წყალს ასხამს, არამედ მართლა ფეხს ბას. და ამ ჭამის წინ განსაწმენდად ეს ებრაელების წესი იყო ხელის ფეხის დაბანვა და მოსეს როდესაც ეუბნება ღმერთი რომ ამოდიო ჩემთანო და მე გეჩვენებიო შენ ზრქელ ღრუბელში ანუ იმ სიბნელეში ჩვენ რო ვთქვით ოღონდ ერი განწმინდეო და მე წერია რომ ერმა გარეცხა შესამოსელი იბანავეს გარეცხა შესამოსელი და ეს გარეგნული მოქმედება ჯერ ერთი ხორცს სჭირდება და მეორე ეს იყო სულის სიმბოლო სულის სიწმინდის სიმბოლო იყო ძველ აღთქმაში იგივე საკეთებს მაცხოვარი იმიტომ რომ დააგვირდით ფეხებს ბანს და ქრისტეს რო ეტყვის პეტრე რომ არაო ფეხს შენ როგორ დაგაბანინებო ხო მაშინო ჩემთან წილი არ გექნებაო ქრისტემ უთხრა და მაშინო ხელი ზამბანეო და თავიცო რო შენთან რომ მთლიანად წილი მქონდესო და არა მას არ უნდაო გამბანვაო ანუ ის ტრადიციას კი არ ასრულებს აქ მარტო რომ აი ხელი დაიბანონ და ისე ჭამო არამედ ეს არის სულის სიმბოლო და აქ ეუბნება ძალიან მნიშვნელოვანს რომ რაც გამბანილია რაც წმინდა იმ წუთას კი არ დაუბანიათ აქა სიმბოლურად ეუბნება რაც წმინდა იმას არ ჭირდება გამბანვა და თქვენ ის წმინდა არის და თქვენ წმინდა ხართ და არა ყველა ახაც იუდაზე მიანიშნოს ეს ყველა არ არის და ხაწერაში არის რაღაც ჯერ ხატი გვაქვს საინტერესო ის არის ფეხია გამოშვერილი ფეხბანის დროს იუდას რომ პირველი მიუშვირავ ფეხიო მე დამბანეო ფეხი ანუ კადნიერების ის არის და ეს კადნიერება ქონდა და პეტრე ამას კადნიერებით სიმბოლოს ვერ გებულობს და ამავდროულად ვერ კადრულობს რომ ქრისტეს დააბანინოს ფეხი ან პირიქით არის ეს მაგრამ ამასაც უწუნებს მაცხოვარი არ შეიძლება რასაც მე გეუბნები ის გააკეთო უნდა გააკეთო